ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას. ათენში იბადება ბიჭი, რომელსაც სახელად არქმევენ პერიკლეს. პერიკლე ნიშნავს დიდებით მოსილს. დემოკრატიას ავდა ორი მამა აქამდე. ათენური დემოკრატია ეს არის. ამაზე ამითი ვცხოვრობთ და მისთვისაც ვიბძვით ახლა ჩვენ, იმიტომ რომ ყველაზე სწორი და სამართლიანი მართვა არის, ხო? როცა დაიბადა ქონდა კვერცხისებრი თავი და მთელი ცხოვრება მერე დადიოდა კორინთული მუზარად და ეს თავზე ახურავს. სულ ეხურა თავს. რო ეს ნაკლი არ გამოჩენოდა, მერე ათენელები დასცინოდნენ კიდე პართენონს რო აშენებს მერე და აკროპოლის გაამშვენერებს, მერე დასცინოდნენ ათენელები რო პართენონიო ადგასო თავზე. ბიზანტიის აღების დროს მოხდა იქ საინტერესო ამბავი, დიდ ძალი ქონება ჩაუვარდათ ბერძნებს ხელში. იმორმა გაყო ნადავლი. ამან წამოიყვანეს ტიტუელი სპარსელები, რა ქნა. შეუთვალა სპარსეთში სპარსელებს, რომ გამოისყიდეთ თქვენ თქო იქ დიდი გვარების სპარსელები ჩავარდნენ. როგორც ამბობენ 5 ჯერ მეტი გამოსასყიდებით აიღო 5 ჯერ გამდიდრდა. ძალიან დიდი ქონება იშო. ისე ძვირფას მეგობრებო რა, ჩვენს მაყურებლებს შეხედეთ ძველი ბერძენი დიდრები რა შვებოდნენ. პატივად თვლიდნენ ხარჯს ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის გიორგი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს გიორგი, იმიტომ რომ რატო იყო ათენი ასეთ წარმატებული, იმიტომ რომ ასეთ ხალხი ცხოვრობდა და ასეთი კანონები ჰქონდა. მოკლეს ეფიალტე და დარჩა პერიკლე. ახლა პერიკლესთვის ეს კარგიც იყო, ცუდი იყო, იმიტომ რომ ახლა მთავარი გმირი მაინც ეფიალტე იყო. აი მე რომ მკითხო, როდის გინდოდა გეცხოვრა ხა? არის ასეთ შეკითხვა გავცემა. აი პერიკლეს ათენში მინდოდა ცხოვრება. ოღონდ პელოპონესის ომამდე. იმით დროს არა. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულ ათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.